სამშვიდობისა ეთერშია სამოქალაქო საზოგადოება წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს ესენი გახლავთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ელენე რუსეცკაია და ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბენიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ მუშაობას, პროექტებს და მათ აქტივობებს. ახლა ვისაუბროთ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით. პირველი კითხვა ქალბატონ ელენესთან მექნება. გითხარით, როგორ ჩამოყალიბდა ქალთა საინფორმაციო ცენტრი, რამდენი ხანი არსებობს ეს ორგანიზაცია და ზოგადად რამ განაპირობა ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება და მუშაობა და სახელწოდებასთანაც ძალიან საინტერესო იქნება ვის მიერ და რა იდეის შედეგად დაერქვა ეს სახელი ამ ორგანიზაციას. პირველის ყოვლისა მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მივესალმებით და მიხარია რომ პირველად ვარ ამ სტუდიაში გისურვებთ წარმატებას და ძალიან კარგი საინტერესო პროექტები გაქვთ. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ჩამოყალიბდა 2000 წელს როგორც საინიციატივო ჯგუფი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გარკვეულ პრობლემას წავაწყდით, რამდენიმე ქალი რომელიც ეხებოდა ერთ-ერთ ქალს, ახლა ეს თემები აქტუალურად შუქდება ოჯახის ძალადობის თემები. და მაშინ ჩვენ ასე ვთქვათ, მინდა ამ ქალის დახმარება, რომ ვეძებდით ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ გაუწევდა დახმარებას ამ ქალს და სამწუხაროდ იმ მომენტისთვის ვერ აღმოვაჩინეთ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია ან რაიმე მონაცემთა ბაზა ორგანიზაციების, ვისაც მივმართავდით. ამიტომ გაგვიჩნდა ასეთი იდეა, რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომელსაც დავარქვით ქალთა საინფორმაციო ცენტრი და რომლის მიზანი იქნებოდა ადამიანების და ორგანიზაციების ზოგადად ინფორმირებულობა და აი ასეთი ადამიანების დახმარება. ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის თავდაპირველი, ასე ვთქვათ, მიზანი. ორგანიზაცია 2003 წელს დარეგისტრირდა ოფიციალურად უკვე, მანამდე როგორც საინიციატივო ჯგუფი გარკვეულ პროექტებსაც ახორციელებდა და დღეს უკვე ცოტა უფრო სხვა მიზნებით და სხვა ამოცანებით გასწია. ამაზე მოგვიანებით პროფესიულად ვისაუბროთ, მანამდე სახელწოდებაზეც გითხარით, რატომ ქალთა საინფორმაციო ცენტრი? კაცებმა რა დააშინეს? ჩვენი სლოგანი არის ზუსტად ის, რომ ინფორმაცია არა მხოლოდ კაცებისთვის, ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც, მაგრამ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ზუსტად იქიდან გამომდინარე იყო, რომ ქალების ინფორმირებულობა იმისათვის, რომ დავხმარებოდეთ და ასე ვთქვათ, ქალთა ორგანიზაციებისთვის გაგვეწია დახმარება. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ორგანიზაციის პირველი პროექტი იქნებოდა საინფორმაციო ბაზის შექმნა რეგიონში, არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი და მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტს დაეყო მთელი ჩვენი შემდგომი აქტივობა, იმიტომ რომ გამოვეცით კატალოგი, ასე ვთქვათ, ცნობარი ამ ქალთა ორგანიზაციების. ვერ მივხვდით, რომ ეს ბეჭდვითი გამოცემა ვერ მოიცავდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს და ორგანიზაციას და ასე დაარსდა მოყვა ამას შემდეგ პატარა საიტის შექმნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ჯინსკის საიტი, ჯერ სადაც განთავსდა პირველად ჩვენი უბრალოდ ეს კატალოგი და ორგანიზაცია და მონაცემები. მე უკვე განვავითარეთ ეს საიტი პორტალად გადავაქცია. დიდი მადლობა. სალომე, რა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ორგანიზაცია აი დღეს მდგომარეობით, რა აქტივობებს ახორციელებთ და როგორი არის თვითონ ქალების ჩართულობა? დიდი მადლობა ნინო, მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის და იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. ჩვენ დღესდღეობით ბევრი მიმართულებით მუშაობთ დევნილ ქალებთან, მუშაობთ ოჯახში ძალადობის მიმართულებით, მუშაობთ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებისთვის და მუშაობთ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან ცოტა რეგიონია ისეთი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთას პროექტს არ ვახორციელებთ. ასე რომ საკმაოდ ფართო არეალი გვაქვს საქმიანობის, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მიმართულებების თვალსაზრისით. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციაში მუშაობა არის ფანტასტიკური და უნიკალური გამოცდილება ჩემთვის, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა, იმიტომ მოვედი აქ სამუშაოდ, რომ დაინტერესებული ვიყავი ქალთა საკითხებით. თუმცა შორიდან მაინც არ იგრძნობოდა ის სიმწვავე, რასაც
საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების შიგნიდან ვხედავთ. ზოგჯერ მე დღესაც ვაწყდები მოსაზრებებს, როცა ადამიანები, რომლებიც გენდერულად მგრძნობიარენი არიან, მაინც მეუბნებიან, რომ ყველაფერი არც ისე რთულად არის, როგორც თქვენ ამბობთ. და მე ყოველთვის ვცდილობ ამ ადამიანებს ავუხსნა, რომ ძალიან ბევრი რამე ქალებისთვის ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რთულია და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ძალიან ბევრი დილემა გვაქვს გადასაწყვეტი. ისე რომ ჩემი როგორც ორგანიზაციის თანამშრომლის მთავარი მიზანი, როცა მით უმეტეს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, არის ის, რომ რაც შეიძლება მარტივად გასაგებად მოვუყვე ადამიანებს ვუთხრა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ რეალურად ქალები საქართველოში, როგორია მათი პრობლემები, რა აწუხებთ, როგორია მათი ყოველდღიურობა და რა კავშირშია ერთმანეთთან ის საკითხები, რაც ჩვენ ერთი შეხედვით შეიძლება არც წარმოგვიდგენია, რომ კავშირშია. მაგალითად, რა კავშირშია ერთმანეთთან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ოჯახში ძალადობა. გასაგები, ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა და ცოტა გავშალოთ თემა. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, აი ქალთა მდგომარეობა რომ განვიხილოთ, რა პრობლემები აქვთ, თქვენ მუშაობის პროცესში ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით და როგორ ცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას? ნუ ახლა ჩვენ შეგვიძლია ზოგადად ახლა სტატისტიკაზეც ვისაუბროთ, რომელ ადგილზე ვართ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობით, რა მდგომარეობა ოჯახში ძალადობით. მოდი შიდა ქართლზე გავაკეთოთ აქცენტი. დიახ, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ როგორც სალომემ თქვა, გასაგებიანით მინდა მივაწოდოთ ადამიანებს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული არის ადამიანებთან ურთიერთობა, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანუ ძალიან ბევრს მუშაობ სოფლებში დღესდღეობით და ადამიანებისგან როდესაც გვესმის ეს პრობლემა, ამიტომ სხვადასხვა ადამიანებთან გვიწევს, სხვადასხვა ქალებთან გვიწევს მუშაობა და სხვადასხვა პრობლემებს ვაწყდებით. ეხლა შიდა ქართლი რო ავიღოთ მაგალითად, განსაკუთრებულად გამოვყოფდი ალბათ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემებს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ აქტიურობას, ქალთა აქტიურობას, იმიტომ რომ საარჩევნო კონკრეტულად აი არჩევნებმაც ადგილობრივ თვითმმართველობამ აჩვენა, რომ თუ არ ვწდები ახლა ამ კუთხით რაღაც არ ვაპირებდი საუბარს, მაგრამ შიდა ქართლში იყო ძალიან დაბალი მონაწილეობა საზოგადოების არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამდენი ძალისხმევა არის, მაინც დაბალი მონაწილეობა იყო აქტივობა ამ მომრჩევლის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით ძალიან ბევრია კიდე სამუშაო. დღესაც იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა მუნიციპალიტეტში, გენდერის მრჩეველთან და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ჩვენ ვესწრებოდით ამ შეხვედრას, ესწრებოდნენ ჩვენს მიერ შექმნილი კოალიციის ქალები და აი აქ ასე ვთქვათ, კიდევ ქალებმა დააყენეს შიდა ქართლში არსებული პრობლემები და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან სიღრმისეულად უყურებენ ამ ყველაფერს, მაგალითად ყველაფერი ფულთან არის ასე ვთქვათ და ეკონომიკასთან დაკავშირებული და აი პირველი პრობლემა, რომელიც წამოიწია წინ, ეს არის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი, რადგანაც ის პოლიტიკა, რომელსაც იქნება გათვალისწინებული და უშუალოდ თქვენს რეგიონზე იყოს გენდერულად მგრძნობიარე და გათვლილი როგორც კაცზე, ასევე მამაკაცზე. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, თუ რომელი ჯგუფები უნდა იყოს პრიორიტეტული, ქალთა ჯგუფები გამოიკვეთა როგორც დევნილი, ასევე საზღვრისპირა სოფლები გამოიკვეთა მარტოხელა-დედები, მრავალშვილიანი ოჯახები და მე ვფიქრობ, რომ მათი მიდგომაც, ანუ ოფიციალური სტრუქტურების მიდგომაც იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ღია და მზაობა იყო ყოველ შემთხვევაში შეხვედრისა. ამიტომ ძალიან საინტერესო ფორმატი ჩამოყალიბდა ყოველ თვეში ერთხელ შეხვედრა და აი ამ შეხვედრის დროს წარმოჩენა პრობლემების და ვფიქრობ, აი ამ შესაძლებლობებით უნდა ისარგებლოს ქალთა ორგანიზაციებმა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ლობირების, წინ წამოწევის იმ პრობლემების, რომელიც უშუალოდ ქალებს აწუხებს. თქვენ ასევე აწყობდით შეხვედრებს ერთი ფანჯრის პრინციპით. თუ იყო ამაზე დღეს საუბარი და თუ გაგრძელდება, თუ აპირებთ სამომავლოდ, ასევე მაყურებელს რომ განვიმარტოთ, რას ნიშნავს ეს შეხვედრა ერთი ფანჯრის პრინციპით. ანუ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრა, ეს არის ესეთი მეთოდი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინათ ადვოკატირების მეთოდი, ასე ვთქვათ, პრობლემების გადაჭრის მეთოდად. ვიყენებთ გაეროსთან ერთად დავიწყეთ და ადგილზე ყავს თემის მობილიზატორები სხვა რეგიონებში და ასევე დევნილთა სამინისტროში იურისტი ყავს პროექტს, რომელიც გვაწვდის პრობლემებს დევნილთა და
იძულებით გადაადგილებულ ადამიანს და განსაკუთრებულ პრობლემებს, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში არ გადაიჭრას. ეს პრობლემა შეიძლება ეხებოდეს ერთ ადამიანს, შეიძლება ეხებოდეს ერთ ოჯახს და შეიძლება ეხებოდეს თემს. ამის შემდეგ ჩვენ მუნიციპალიტეტში მიზნობრივად ჯერ პირველ რიგში ვსწავლობთ ამ პრობლემას, ანუ ჩვენი ჯგუფი გადის ადგილზე, თქვენც იყავით მონაწილე ამ პროცესების და ძალიან დაგვეხმარეთ გარკვეულ საკითხებში. გადის ადგილზე და ამას ძალიან კარგად სწავლობს, აი ეს კიდევ უფრო გავაძლიერეთ ეს მონიტორინგის მექანიზმი და შემდგომ უკვე მიზნობრივად ვეპატიჟებით იმ უწყებებს, რომელსაც ეს პრობლემა ეხება. და აი ამ შეხვედრის დროს ჩვენ უწევთ, ასე ვთქვათ, მიყვავს ეს შეხვედრა ფასილიტაციას და რაც ძალიან ღირებულია აი ამ შეხვედრის ის, რომ თავად ბენეფიციარი ესწრება და მას უშუალოდ აქვს შეხება გადაწყვეტილების მიმღებებთან. ხშირ შემთხვევაში დისკუსია იმართება თითოეულ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, როდესაც ცდილობთ პრობლემები გადაიჭრას და ნაწილი პრობლემების ადგილზე იჭრება, ნაწილზე შემდგომ რაღაც გეგმა ისახება, ნუ არის პრობლემები, რომელიც დაუშვათ ვერ იჭრება. ჩვენ გვაქვს კარგი პრაქტიკა, ახლა უკვე ცოტა პატარა შეფერხება იყო არჩევნების გამო, მაგრამ დავიწყეთ უკვე აქტიურად მუშაობა განსაკუთრებით მაგალითად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც გვინდა ეს დავნერგოთ ეს ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრები. დღეს ამის შესაძლებლობა ამ ფორმატის შეხვედრა არ იყო, რომ ამაზე გვესაუბრა, თუმცა ვაპირებთ შიდა ქართლშიც ამ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას, რომ ეს არ იყოს პროექტი, ნებისმიერი პროექტები მთავრდება და ეს არ უნდა იყოს ვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების და ჩვენ გვინდა რომ ვალდებულება იყოს სახელმწიფოსი, რომ მათ გააგრძელონ, ამიტომ გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მუშაობას. ეს გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემას ვაღიარებთ, თუ სწორედ მახსოვს კეთილებიაშვილმა ახალგაზრდა იურისტებმა დააკარებს, ეს არის საჯარო მოხელეების გენდერული სენსიტივობის გაზრდა, ანუ ცნობიერების გაზრდის აუცილებლობა, იმიტომ რომ თუ გადაწყვეტილების მიმღება არ შეხედა ამას სერიოზულად და არ იგრძნო ეს რა პრობლემა არის და აგერ საუბრობ მახსენა რომ პროფესიონალებსაც და ჩართულ ადამიანებსაც ხშირად გვაქვს ხოლმე კამათი ხო და მით უმეტეს ვისაც ყოველდღიურად ამასთან არ აქვს შეხება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანების გადამზადება. ამიტომ ძალიან გახარებული ვართ მაგალითად იმით, რომ ერთ-ერთი სხვა პროექტი მიმდინარეობს USAID-ის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარების გადამზადებას და ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას აი ამ ჯგუფთან პროექტის განმახორციელებიდან, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და 2 საათი უკვე დაგეგმილი იყო ეს ტრენინგები ჩვენ რომ გავიგეთ, მაგრამ 2 საათი ეთმობა გენდერულ თანასწორობას, ასე რომ საქართველოს მასშტაბით გამგებლებს და საკრებულებს ეს 2 საათიანი შესავალი კურსი, ასე ვთქვათ, რაც პირველ რიგში უნდა იცოდნენ, ჩაუტარდებათ. თუმცა შემდგომ ვაპირებთ შესაძლებლობების გაძლიერებას, აი მცოდნის ამაღლებას, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებსაც და დიდი როლი იქნება გენდერის მრჩევლებს. რაც შეეხება გენდერის მრჩევლის ინსტიტუტს. ეხლა ამაზე მინდოდა მეკითხავ და მოგენებთ, მაგრამ რახან წაუბროთ ისე. თუ გნებავთ მოგვიანებით შეგვიძლია. კარგით, მაშინ მოდით ბარაღამ ვისაუბროთ ერთი ფანჯრის პრინციპის ეს თემა ამოვწრო და სალომესთან მექნება შეკითხვა ადგილზე გასვლისას. როგორი არის თვითონ საზოგადოების ჩართულობა? ძალიან ხშირად ჩვენ ჟურნალისტები როცა გავდივართ, ხშირად არის ისეთი უიმედო დამოკიდებულება ზოგჯერ ვერავით ხელისუფლებაში და ჩვენ გთხოვენ დახმარებას. თქვენ როგორ ხვდებიან მოსახლეობა, როგორ ხვდებათ და თვითონ აი ამ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრებზე რამდენად აქტიურები არიან და თუ მოდიან, თუ იღებენ მონაწილეობას? რა თქმა უნდა, ნდობა სჭირდება მოპოვება და როცა ეს ადამიანები პირველ შეხვედრაზე უნდობლობას იჩენენ, ნამდვილად ვერ გავამტყუნებთ მათ, იმიტომ რომ ჩვენ ყოფილვართ იქ, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, ჩვენი თვალით გვინახავს მათი საცხოვრებელი პირობები, ძალიან კარგად ვიცნობთ მათ პრობლემებს და ნამდვილად გვესმის აბსოლუტურად, ზოგჯერ წლების მანძილზე მათ აქვთ ერთი და იგივე პრობლემა, რომლის გადაჭრასაც არავინ არ ზრუნავს. თუმცა მე ჩვენს ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ხანგრძლივად მუშაობთ, სადაც გვიცნობენ ჩვენი სახელები და სახეები ეცნობათ, ნდობა ჩვენს მიმართ არის საკმაოდ მაღალი. ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრებს
მოსვლას და ჩართულობას შეეხება, საკმაოდ მაღალი ჩართულობა, ფაქტობრივად, არ ვიცი, ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, როცა ბენეფიციარს არ გამოეჩინოს სურვილი, რომ მისი საკითხი გაგვეტანა შეხვედრაზე, ან რაიმე მსგავსი. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან, გვირეკავენ, კითხულობენ რა ხდება, რა ეტაპზეა გადაჭრა საკითხის როგორ მიმდინარეობს და ასე შემდეგ. მე მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც რეგიონებში ჩასვლის დროს უგრძნობა ადამიანების მხრიდან და ეს შეუძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, სიყალბე და ტყუილი, როცა ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს ამ ხალხთან, სატელეფონო, პირადი, ვისაც ინტერნეტი აქვს, მათთან ინტერნეტის საშუალებითაც და ჩვენ, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ოფისში, ესე უბრალოდ ვისაც გაუგია ჩვენი სახელი, ან თანასოფლელებისგან, ან მედია საშუალებებიდან, ისე რომ წინასწარი დარეკვის გარეშე პირდაპირ მოდიან ხოლმე ჩვენთან თავიანთი პრობლემების და ეს არის ჩემთვის მაჩვენებელი იმის, რომ ამ ადამიანებს აქვთ ჩვენი იმედი და რა ვიცი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ იმას, რომ ეს ნდობა არ დაეცეს და იყოს კიდევ უფრო მაღალი, რამდენადაც შესაძლებელია, ვიდრე დღეს არის. ამ ფორმატის, ანუ ამ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების მიზნით თქვენ ასევე გადიხართ დევნილთა ჩასახლებებში, ანუ შიდა ქართლშიც მათ შორის. რა პრობლემები აქვთ ძირითადად დევნილ ქალებს? ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო საყოფაცხოვრებო პრობლემებით, რომლებსაც ქალები ძალიან ძიმედ განიცდიან, რა თქმა უნდა, მამაკაცებიც, თუმცა ქალები, რომლებიც განსაკუთრებით მთელი დღის განმავლობაში საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები, იქნება ეს წყლის პრობლემა, საძირკველში ჩამდგარი წყლის პრობლემა, დაბზარული კედლები, თუ რაღაც სამხედრო წვრთნების შედეგად გამოწვეული პრობლემები, ამას პირველ რიგში ქალები განიცდიან. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე ჯანდაცვის პრობლემები, რაც მათ ძალიან ხშირად აქვთ. არის ხოლმე სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებული პრობლემები, როცა რაღაც პროცედურული გაუგებრობებია. და ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის ეს ხალხი ძალიან სერიოზულს, იმიტომ რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც სახელმწიფო სერვისი და არ აღწევდეს ბენეფიციარებამდე ეს ინფორმაცია და ჩვენი მხრიდან ამ მხრივაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც ჩვენ თვითონ, ასევე მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ტელეგადაცემები და რადიოგადაცემები, გენდერი და საზოგადოება ყველა იმ რეგიონში, სადაც მუშაობთ. შესაბამისად, ეს გადაცემები არსებობს იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოს და მოხდეს ასევე მათთვის აქტუალური საკითხების განხილვა. ამ გადაცემებში ასევე ჩვენ ჩაგვყავს სამინისტროების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე რეგიონებიდან ის ადამიანები, ჩვენი ბენეფიციარები, ვისაც კონკრეტული პრობლემები აწუხებს, ან ვინც აქტიურად არის ჩართული საკითხების გადაჭრაში ამ თუ იმ რეგიონში. ესე რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი ეს საინფორმაციო ვაკუუმი, ესე ვთქვათ, რომელიც მოსახლეობის ნაწილს მაინც ნამდვილად აქვს, ამოვავსოთ ჩვენი საქმიანობით. ამავე მიზანს ემსახურება ის ვიდეო სიუჟეტები, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ჩვენი პორტალისთვის ამზადებენ, როგორც ელენემ აღნიშნა, სამენოვანი პორტალი გვაქვს ჩვენ JINSC.net, რომელზეც არა მხოლოდ საქართველოს სიახლეები და არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რა ხდება გენდერის მიმართულებით, თუმცა ჩვენ ძალიან კონკრეტული პრობლემების ადვოკატირებას ვახდენთ ამ ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ვიდეო სიუჟეტების საშუალებით. ზოგადად ჩვენ ამ ადამიანების, ჩვენი ბენეფიციარების პრობლემებს ვიცნობთ კარგად და რამდენადაც შეგვიძლია ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვართ ჩართული მათი გადაჭრის პროცესში. ქალბატონო ელენე, თქვენ ამ შეხვედრებთან ერთად ისაუბრეთ ასევე კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის. მოდით ამ თემაზე უფრო კონკრეტულად, რა მიზნით შეიქმნა შიდა ქართლში ეს, ასე ვთქვათ, გაერთიანება, ვინ არიან ჩართულები და მე რამდენადაც ვიცი, არჩევნებშიც იღებდა ზოგიერთი მათგანი მონაწილეობას ამ კოალიციის წევრი ქალების. ანუ ჩვენ ვახორციელებდით ოქსვამის პროექტს, ამ პროექტის საერთოდ ოქსვამი დიდი ხანია მუშაობს საქართველოში და
ძირითადად მუშაობდა ჩვენ ორგანიზაციასთან არ მუშაობდა, ერთ-ერთ რეგიონში ახორციელებდა პროექტს სამეგრელოში, ძალიან საინტერესო პროექტს ორგანიზაცია დიასთან და გადაწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ აი სხვა რეგიონიც, ასე ვთქვათ, და თბილისი და ორი კომპონენტია პროექტში, ერთი მხრივ რეგიონში გააქტიურება ქალების, მეორე მხრივ პოლიტიკის დონეზე ზემოქმედება, ანუ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, ანუ იმ ინსტიტუტების შექმნა, რომელიც კანონისში რაც არის გაწერილი, აი ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს განხორციელებაში და ეს განხორციელება შესაბამისად აისახოს ადამიანებზე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შიდა ქართლში შევხვდეთ ქალებს ვინც დაინტერესდება, ჩამოვაყალიბოთ პატარა კომიტეტივით, ქალთა ჯგუფივით და დაუკავშირდით ქართლოს, მეგიბიბილურს, რომელთანაც ჰქონდა გამოცდილება თანამშრომლობის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ მას ვიცნობდით ჯერ კიდევ როგორც მოხალისეს ჩვენს ორგანიზაციაში. ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული ორგანიზაცია ქართლოსი და მეგი დაგვეხმარა ამ ქალების შეკრებაში. ეს იყო პირველი ნაბიჯი და შემდგომ, როდესაც საუბრობდით რეგიონის პრობლემებზე და იყო ესეთი შესაძლებლობა, რომ ქალთა ორგანიზაციამ ორგანიზება გაუწია რეგიონში იმ პერიოდში რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრას, რომელიც ჩამოდიოდა რეგიონში გამგეობაში და ჩვენ ვაპირებდით ეს თქვა შეხვედრაში მონაწილეობას, როგორ წარმოვადგინოთ ჩვენი თავიო, გაჩნდა ესეთი კითხვა, ქალებმა დასვეს ეს შეკითხვა და იქვე იყო პასუხი მიღებული, ანუ თვითონ ქალებმა გადაწყვიტეს, რომ შევქმნათ კოალიცია რაღაცა სახელი დავარქვათ, რომ ვიყოთ ასე თქვა ეს ჯგუფი იყოს ახმული. ეს ძალიან პატარა დროში მოხდა. ეს და რეალურად ასე ვთქვათ, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრიდანაც გამომდინარე, არც ველოდი, ანუ დაიმკვიდრა თავი, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი სახელია, ცოტა ალბათ ჯობდა, ბევრი გვემუშავა, ცოტა უფრო მოკლე და ეს სახელი ყოფილიყო, მაგრამ დაიმკვიდრა ამ კოალიციამ სახელი და აი ამ კოალიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ძალიან მალე ზუსტად პირველი რეგიონი, რომელიც საქართველოში იყო გენდერის მრჩეველი, დაინიშნა გორის საკრებულოში და ეს კოალიციის ინიციატივაც იყო ერთ-ერთი და მეორე იყო ქალების გააქტიურება და პოლიტიკაში არჩევნებში ჩართულობა. ახლა რო ვთქვათ, რომ ძალიან დიდი შედეგი მივიღეთ ზოგადად რო გადავხედოთ საკრებულოს და პროცენტულ მაჩვენებელს, ისედაც დაბალია, თუმცა ძალიან დიდი პატივი ცემით მინდა აღვნიშნოთ და წარმატება უსურვო ყველა ქალს, რომელიც მოხდა. ჩვენი კოალიციიდან სამწუხაროდ კონკრეტული შედეგი ისეთი, რომ მაგალითად ვინმემ გაიმარჯვა, არ გვაქვს. თუმცა შედეგი იყო, რომ ქალები გავააქტიურეთ იმ დონეზე, რომ მათ თვითონ შეარჩიეს პოლიტიკური პარტია, სადაც უნდა გაწევრიანება და იყვნენ სიაში რამდენიმე ქალბატონი, მათ შორის პირველ ათეულშიც მართველი პარტიის, პირველ ხუთეულშიც და შემდგომ იცით თქვენ გარკვეული დასაფრთხები აქ ამ ყველაფერს გადაიწია მათ ასე ვთქვათ სიაში ამათმა ნომერმა, ეს არის ზოგადი საფრთხე, რაც საქართველოში არის და სამწუხაროდ ასე ვთქვათ არ გვყავს გამარჯვებული ქალი. თუმცა მინდა ვთქვა, რომ დღეს გენდერის მრჩეველის შემსრულებელი რო ნათია არის დასახელებული ომაძე, არის სერიოზული წარმატება ჩვენიც, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს ჯგუფი უკვე აი ამ ჯგუფში შემავალი ქალებმა საკმაოდ ბევრი იციან და უფრო მეტი ვიდრე დაუშვათ ახლა სხვა ნებისმიერი ვინც არ უნდა დაენიშნათ, რომელსაც არ აქვს შეხება. ამიტომ ზუსტად მაგიტომ რომ ის იყო კოალიციის წევრი, ზუსტად იმიტომ რომ ის გენდერულად მგრძნობიარი არის და ჩვენ მასთან თანამშრომლობდით, ზუსტად მას ჰქონდა კონკრეტულად ეს ინიციატივა ალბათ მე დარწმუნებული ვარ დღევანდელი შეხვედრის ქართულ საზოგადოებასთან და ქალთა ორგანიზაციებთან და ვფიქრობ ეს мотиваცია, რომელიც მან ასე ვთქვათ საკრებულოს თავმჯდომარემ და ძალიან სასიამოვნო საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონმა, რომელიც დღეს ესწრებოდა კაპლონინო, ძალიან ასე ვთქვათ მოტივირებული არიან, რომ რაღაცა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით და ეს იმედს გვაძლევს. რა როლი ექნება მრჩეველებს და რა მდგომარეობა რეგიონებში, დანარჩენ რეგიონებშიც თუ ყავთ მრჩეველებს? ანუ მდგომარეობა არის არაერთგვაროვანი, თუმცა ცოტა უკეთესი ვიდრე დაუშვათ თუ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 45 მრჩეველი დაინიშნა, შეთავსებით იყო დანიშნული, დღეს ეს რაოდენობა ამხელა არ ეყავს, მაგრამ სამაგიეროდ მაგალითად ზუსტად ვიცით, რომ ორ მუნიციპალიტეტში შტატი გამოიყო, ცალკე შტატი, ეს არის ახმეტის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის სამეგრელოში.
და აი მაგალითად ნათია შეთავსებით არის ჯერჯერობით. მეორე მხრივ ჩვენ ეს დავინახეთ საერთოდ როდესაც ვლობირებდით ამ თემას ჩვენ რაღაცნაირად გვინდოდა რომ შიდა ქართლი ყოფილიყო საპილოტე მაგრამ რეგიონალური განვითარების სამინისტრო დაგვეხმარა და ეს მოცულობა ამიტომ მოხდა. ამიტომ ჩვენი საფრთხეები ვერ გავთვალეთ შეიძლება ითქვას ამ ხელა მოცულობით ყველა რეგიონში და 45 მრჩეველს ვერ მივხედავდით ხო ამ მოკლე ხანებში. ამიტომ დავინახეთ ეს პრობლემა რომ ეს ინსტიტუცია უნდა იყოს მდგრადი და რაღაც უნდა გავაკეთოთ ამისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ კანონმდებლობის სიღრმისეული ანალიზი და აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები. გვქონდა შესაბამისად პრეზენტაცია, ფართო პრეზენტაცია საზოგადოებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებებისთვის და გადავწყვეტეთ რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონში შეიტანს ცვლილებებს. 12-ში იქნება პირველი შეხვედრა ამ სამუშაო ჯგუფში, ჩვენ 10-ს მოვიწვიეთ ახლა ამ შეხვედრაზე და ეს სამუშაო ჯგუფი იმუშავებს უშუალოდ იმ კანონში იმ ცვლილებებზე, რომელიც განაპირობებს შემდგომ მდგრადობას და შტატის დანიშვნას, რომ დაუშვათ აღარ გქონდეს ის არგუმენტი, დაუშვათ რომელიმე საკრებულოს თავმჯდომარისგან ან გამგებლისგან სხვა რეგიონებში, რომ არა გვაქვს ბიუჯეტი და არ ყოფთ შტატს, ან არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ, რომ კანონით მოხდეს ამის დავალდებულება. რასაკვირველია, მეორე საკითხი არის, ვინ იქნება ეს მრჩეველი და ჩვენ ქალთა საინფორმაციო ცენტრი რასაკვირველი ვერ ჩავერთვებით პირდაპირ ამ პროცესში, ვინ და დანიშნონ ადგილზე და ეს უკვე სხვა საკითხია, რომ შეირჩეს სწორად მრჩეველი, რომელსაც საბაზისო ცოდნა მაინც ექნება, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია ოქსფამთან ერთად ცდილობს, რომ გადამზადება მოახდინოს ამ მრჩევლებს. ახლა რაც შეეხება მრჩევლის ფუნქციას, უფრო მეტიც ანუ მრჩევლის გარდა ჩვენი აი მოდელით, რომელსაც 12-ში განვიხილავთ, საუბარი იქნება გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე და გენდერული ბიუჯეტის კომისიის შექმნაზე, რომელიც მდგრადი ინსტიტუციები იქნება ადგილზე. ფუნქცია მრჩევლის ეს არის გენდერული მეინსტრიმინგი პოლიტიკაში, ადგილობრივ პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ღონისძიება გაატაროს, ისეთი რეკომენდაციები გაუწიოს, რომ ყველანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში იყოს გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, გენდერული საკითხები, ეს გადაწყვეტილება იყოს ღირებული როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის, არავის არ ვჩაგრავთ ჩვენ და ასევე ცალკე ბიუჯეტში იყოს ეს გათვალისწინებული აუცილებლად და განსაკუთრებით ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელიც თვლით, რომ საჭიროა რა ჯგუფებს დახმარება გაიწვიოს, ბიუჯეტით იყოს გათვალისწინებული. ამიტომ აი ეს შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა, არ ვიცი, მგონი 22-26 კვირაში, სექტემბერში შემდეგი შეხვედრა, შეიძლება ძალიან საინტერესოდ წარიმართოს, რომელ ჯგუფებს თვლის დაუშვათ ადგილობრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად რომ გამოიყოს. რასაკვირველია, აქ შეიძლება სხვა ჯგუფებიც იყოს და მნიშვნელოვანია იგივე ბავშვები, შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა ჯგუფები. იყო დისკუსია მარტოხელა დედებზე და სამწუხაროდ სტატუსი როგორც ასეთი მარტოხელა დედის არ არის ქვეყანაში, ასევე იყო ძალიან საინტერესო თავად საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანა, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ეს რაოდენობა და უშუალოდ 5-6 კი არა, დაიწიოს ხო ცოტა რომ უფრო მეტ ადამიანს კონდეს ჩემი აზრით სამიც გმირობა ამ ქვეყანაში რომ ყავს ადამიანს და რაღაცა შეღავათი გაეწიოს ოჯახში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტმა გაუჭიროს რომ ამ ოჯახებს სტიმული კონდეს და გამრავლების და დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის და რეალურად ჯანსაღ ვითარებაში შვილების გაზრდის. რჩევლებთან ერთად რა შეიძლება სალომე კიდევ გაკეთდეს შენ შეფასებით, ანუ იმისთვის რომ გენდერულად გრძნობიარე იყოს ბიუჯეტი და ზოგადად განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ თუ გაეცანით თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტს და რამდენად გრძნობიარეა გენდერულად? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, ანუ ის ფაქტი, რომ გენდერის მრჩევლები გვყავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ის, რომ მთლიანად საჯარო სამსახურები გავხადოთ გენდერულად მგრძნობიარე, არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ამას რაც უფრო მეტს მუშაობთ ამ საკითხზე, მით უფრო კარგად ვგრძნობ მე პირადად ამას. ხო, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენც, რომ აი ეს ძალიან დიდი საქმეა, რომელსაც რეალურად ვეჭიდებით ჩვენ არც ისე დიდი რესურსით შეიძლება ითქვას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებით არის ეს პროცესი დაწყებული და იმედი მაქვს, რომ
არასამთავრობო ორგანიზაციების ასე ვთქვათ ძალისხმევით და ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა Oxfam-ი ძალიან გვიდგას მხარში, ალბათ მივახწევთ სასურველ შედეგს. მე არ ამგონია რომ გენდერული თვალსაზრისით ახალი ბიუჯეტები რაიმეთი განსხვავდებოდეს ძველისგან. ჯერ ხო, პრინციპში არც არის, მაგრამ მე არა ვარ ფინანსისტი და თქვათ კარგად ბიუჯეტირების საკითხში სამწუხაროდ არა ვარ ჩახედული, თუმცა ზოგადი ტენდენციებიდან გამომდინარე და ეს შეხვედრებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ, მაინც მეჩვენება, რომ 2015 წლის ბიუჯეტი არ იქნება გენდერული თვალსაზრისით უფრო მგრძნობიარე, ვიდრე წინა წლების ბიუჯეტი იყო. შესაძლებელია იმიტომ, რომ ალბათ უფრო მეტად უნდა გაერკვნენ ადამიანები, ვინც მუშაობს ბიუჯეტზე, გენდერის საკითხებში, უფრო მეტად გაერკვნენ ქალთა პრობლემებში და ზუსტად აი ის რაც აღნიშნე, რომ ეს ყველაფერი ვერ გადაიჭრება ერთ თვეში და ორ თვეში. ეს არის ერთობლივი მუშაობის. ეს მრჩევლების დანიშვნა, იგივე საჯარო მოხელებთან ტრენინგების ჩატარება, ასე თუ ისე მაინც მოახდენს რაღაცა გავლენას. კი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მრჩევლები მოინდომებენ და იქნებიან აქტიურად ჩართულები. ადამიანებზეა დამოკიდებული, როგორც ბევრგან ეს საჯარო სამსახურში განსაკუთრებით მე სულ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ესეა, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ძალიან ბევრი რამის. ანუ ძალიან ბევრი კარგად შესრულებული სამუშაოსი და ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გენდერის მრჩევლები იქნებიან ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს წაიყვანს აი ამ პროგრესისკენ, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ერთობლივად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებმა თვითონაც უნდა გამოხატონ მზადყოფნა იმისთვის, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა პირველ რიგში, როცა ვლაპარაკობთ რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ხო? რა კავშირშია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. ანუ რაც უფრო მეტი ხალი იქნება გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე, მით უფრო მარტივად გადაიჭრება ეს პრობლემები, იმიტომ რომ მათ ისმით ეს საკითხები, თვითონაც აწუხებთ, ხო, ეს საკითხები. ასე რომ აი ეს ყველაფერი იმდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ კომპლექსური და ანუ გრძელვადიანი მიდგომა არის ალბათ აუცილებელი. რამდენად არიან ქალები მზად, თუნდაც იმისთვის, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში, იგივე კოალიციის მაგალითზე თუ ვისაუბროთ, მე ვიცი, რომ რამდენიმე მათგანი აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ბოლო პერიოდში უარი თქვეს. რა იყო ამის მიზეზი და ზოგადად რა მდგომარეობაა ქალი პოლიტიკოსების ჩართულობის კუთხით? ქალი მომავალი პოლიტიკოსების ჩართულობის კუთხით ძალიან კაი მდგომარეობა, ანუ ქალებს ძალიან უნდათ ჩართვა და დღესაც ცდილობენ რომ შეინარჩუნონ პოზიციები, მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობა აი ამ ქალების, ასე ვთქვათ, დაბლოკვის თვალსაზრისით და აი დღესაც ბლოკავს. იცით რა, ეხლა კონკრეტულად ძალიან რთული ამას საუბრობ, მაგრამ უამრავ წერილს ვღებულობ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებულად, როდესაც ქალები განთავისუფლება ხდება ქალების საკრებულოებიდან და გამგებლობებიდან და ამას სხვადასხვა არგუმენტი უწერიათ აი ამ ქალებს, მაგალითად ზოგი განთავისუფლეს და ადამიანი იწერება, რომ ირღვევა პირდაპირ ჩემი უფლება, იმიტომ რომ კანონით არ არის ეს და სხვადასხვა. ანუ ძალიან ბევრი შემთხვევები გვაქვს ეს და სიმართლე გითხრათ, რომ აი ეს ბოლო რამდენიმე დღეა პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მაგალითად გადავეცით ჩვენს იურისტს, რომელსაც ვთხოვეთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და ვნახოთ რეალურად რა შეიძლება გაკეთება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ატესტაციის მომენტი, ანუ როდესაც მაღალი თანამდებობის პირები მოხსნილი არიან ამ გამოცდების ეგრეთ წოდებული, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უნდა დასაქმდნენ, ისინი გადიან ამ გამოცდებს, ხო? ანუ ეს უსამართლოა ცოტა ჩემი აზრით და გარდა ამისა, აი ზუსტად ამ გამოცდებში უნდა იყოს ძალიან საინტერესო გენდერული კომპონენტი იყოს შეტანილი და ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც უკვე ჩვენი გადამზადებულია, მაგალითად აქ გავლილი ცოდნა, ის ნამდვილად გაუწევს კონკურენციას, სხვას და ჯანსაღი კონკურენცია რომ იყოს, ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მიზეზი. მე მინდა ცოტა ხანი დაუბრუნდე კიდევ საკითხს, რაზეც სალომე საუბრობდა, რომ აი საჯარო მოხელება უნდა გაკეთონ და ასე შემდეგ. ხო, აი ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას, რომ პირველ რიგში უნდა გაიგოს ამ საჯარო მოხელემ, გაითავისოს ის პრობლემა, ხო, გენდერული.
მაგალითად ავიღოთ მაგალითად იგივე მოედნები, რომელიც საფეხბურთო მოედნები კეთდებოდა და კეთდება დღეს და ყველას ეს გვიხარია და ასე თქვა არს უკრავთ რა კარგია გაიხსნა კიდევ ერთი საფეხბურთო მოედანი. რასაკვირველია ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ამ საფეხბურთო მოედანზე ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ ბიჭები თამაშობენ, ხო? ანუ გოგონებს არ აქვთ ალტერნატიული სათამაშო გასართობის საშუალება. ამიტომ აი როდესაც დაგეგმარებას გააკეთებენ აი ესეთ ინფრასტრუქტურული ცვლილებების უნდა კარგად გათვალონ, რომ აბა გოგოები თუ ითამაშებენ და რა გააუკეთონ ალტერნატივა. ჩართონ ფეხბურთის თამაში, და ასწავლონ და ამის თქვა პოლიტიკა იყოს ამისკენ მიმართული, თუ შეუქმნან დავუშვათ ალტერნატიული, არ ვიცი მე, ხო, ფრენბურთი ან სხვა საშუალება, ხო? ან მაგალითად ახლა ქალბატონები, რომელიც ფეხბურთით არიან და თქვა მცირე წლოვანი ბავშვები ყავთ, კარგად გაიგებენ ამ საკითხს, როდესაც ქალი დაატარებს ასე თქვა ეტლით, ხო, ბავშვს ტროტუარზე რამხელა საფრთხესთან და სირთულესთან აქვს მას კავშირი, თუ არ არის გათვლილი ის პანდუსი, თუ არ არის ტროტუარი გაკეთებული, ხო? ან ელემენტარული განათება. და პარკირება როცა ემატება ამ ყველაფერს უკვე ტროტუარებზე მანქანები. ეს არის გენდერული საკითხი, ხო? ეს ასე ვთქვათ, ეს უნდა აუხსნას ვიღაცამ თუ არ იცის გადაწყვეტილების მიღება, ან ის უნდა იყოს ამ საკითხების მიმართ მცნობიარე. ან უსაფრთხოების თემა, განათებების თემა, ხო? როდესაც განათებები მარტო ტრასაზე, სწორედ ამ ტრასა ქვია, ხო, მარტო ტრასაზე კი არ არის, არამედ ისეთ ადგილებში, სადაც ასე ვთქვათ, მოძრაობენ ადამიანები და საღამოს სახში მისვლა თუ სხვა დაწესებულებაში არ არის საფრთხე და განათებულია ეს ადგილი და უსაფრთხოდ შეიძლება გადაადგილდეს. ასევე სხვა ბევრი ნიუანსი, როდესაც ქალს იგივე შინია რომ ბავშვი გავდეს ქუჩაში, მოზარდი იქნება თუ რა უსაფრთხოების თემა არის თუ არა ეს გათვალისწინებული პოლიცია არის თუ არა მასჭერთა სხვა და სხვა. ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, თუ არა გათავისებული, ასე ვთქვათ, შენ ვერ წარმართავს სწორ პოლიტიკას შენს რეგიონში. ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაკეთებთ ზუსტად აი აქცენტებს საჯარო მოხელების გადამზადებას. ეს არ ეხება მარტო ადგილობრივ თვითმმართველობას, მინდა ვთქვა ზოგადად პოლიტიკას ეხება და ზოგადად ასე ვთქვათ სხვა უწყებებს. ჩვენ მუშაობთ ასევე სამინისტროებთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან და გვაქვს ბევრი სხვა ტრენინგი ამ ადამიანებისთვის დაგეგმილი, რომ ყველამ თავის მხრივ გაატაროს ეს პოლიტიკა. მაგალითად, აი თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს ძალიან კარგი მუშაობა გამოცდილების და სხვა სამინისტროებთან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი და 22 მრჩეველი დანიშნა და ძალიან სერიოზულად შემიძლია თქვა, უყურებს ამ საკითხს, აი გათავისებული აქვს, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანებზეა ყველაფერი დაფუძნებელი და ეს ეხება დაუშვათ მაღალ ჩინოსნებს, მინისტრის მოადგილეს, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა და ის გენდერულად მგრძნობიარია, ამიტომ აი ეს საკითხი იქ უფრო კარგად დაიძრა და წინ მიდის. რაც შეეხება ოჯახებს, ქართული ოჯახები რამდენად არიან მზად, თუნდაც ოჯახის წევრი ქალი გაუშვან პოლიტიკაში? ნუ ახლა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს ქალთა მკვლელობების, რაც საქართველოში ხდება, ასე ვთქვათ, რომელიც ეპიდემიად გადაიქცა ამ ბოლო დროს და ოჯახში ძალადობას რაც უფევს, ცხადია ბევრი ქალი, რომელიც ალბათ უნდა იყოს პოლიტიკაში, არის ძალადობის ამ მსხვერპლი ან ჩაკეტილია ოთახში, ხო, პრინციპში, სახლში. ანუ ვერ გადის, ხო? და ძალიან ხშირად გვაქვს ჩვენ რომ დაუშვათ ადამიანმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში ქალმა აიღო დიპლომი, გათხოვდა და ეს არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი როგორც ქალის ოჯახისთვის, ისე კაცის ოჯახისთვის, მაშინ როდესაც ქალს რა უნდა არავინ არ ეკითხება და მისი ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება მას ასე ვთქვათ გამოეყენებინა ქვეყნის სასარგებლოდ, იკეტება სამზარეულოში, მარტივად რო ვთქვათ, ხო? ანუ იმ სამზარეულოს იქით არ გადის. თუმცა ამასაც დიდი ხელოვნება უნდა, რასაც ქალი, ასე ვთქვათ, ვირტუოზულად სამზარეულოში აკეთებს ყოველდღიურად. ამიტომ ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ჩვენ ცნობიერების და სალომე უკვე შეეხო ინფორმაციის ნაკლებობას. მე მინდა დავამატო, რომ აი სამწუხაროდ კი არა კარგია, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ისეთ თემებთან, რომელთანაც საერთოდ არავინ არ მისულა აქამდე და ჩვენთვის სამწუხაროა ის და რთულია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტთან და ხანდახან კი არა აი იმ ჯგუფებთან, ვისაც მუშაობთ ტელევიზიასთანაც კი და გარკვეული არხები საერთოდ არ აჩვენებს ამ სოფლებში. ამიტომ ეს ადამიანები არიან იზოლირებულები და ჩაკეტილები და აი ამ ჯგუფებთან ვიწყებთ მუშაობას და აი ამათგან დობა ჩვენთვის არის
ძალიან მნიშვნელოვანი და რომ რაღაცა შევცვალოთ და ძალიან სამწუხაროდ ესეთი ადგილები ბევრია საქართველოში. არის ადამიანი, რომელიც შევა მაინც Facebook-ზე, ინტერნეტში და რაღაცას წაიკითხავს და ნახავს და მიხვდება, რომ რაღაცა მის თავს არ არის წესრიგში, მაგრამ არიან ადამიანები, რომელიც წლებია ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფებიან და ვერ გამოდიან აქედან, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან ამ შესაძლებლობების შესახებ. ხო, ეს არის დიდი პრობლემა და მედიის როლი, ანუ თქვენი როლი, რომ კონკრეტულად დაიწყეთ გადაცემები და მე ვხედავ ვაკვირდები თქვენს ტელევიზიას როგორ ვითარდება და ძალიან მიხარია რომ ამ საკითხებზე აკეთებთ აქცენტს ძალიან მნიშვნელოვანია ისევე როგორც სათემო ორგანიზაციების, აი ჩვენ ვმუშაობთ სათემო ორგანიზაციების გაძლიერების NGO-ების ერთი მხრივ და მეორე იმ ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფების მე ვთვლი რომ აქ ამ რეგიონში ის ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ისთან თქვენ გაქვთ შეხება და ეს ორგანიზაციები უნდა გაძლიერდნენ ჩემი აზრით. სალომე, პროექტების ფარგლებში თუ გაქვთ ისეთი პროექტები, მაგალითად, რომლებიც მიმართული იქნება არა მარტო ქალების, ანუ მისამართით განხორციელდება, არამედ კაცებთანაც თუ გაქვთ იგივე ტრენინგები, იმიტომ რომ მარტო ქალი ვერ დაარწმუნებს დამერწმუნებით ოჯახში, რომ ეს თეთრია თუ შავია. კაცები რას ამბობენ გენდერზე? ხო, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სერია ტრენინგების, რომელსაც მამაკაცური საუბრები ქვია. მონაწილეობენ მხოლოდ მამაკაცები ამ ტრენინგებში, ტრენერებიც და მონაწილეებიც მხოლოდ მამაკაცები არიან. რაც ამ ტრენინგების მთავარი მიზანი არის გენდერის საკითხებში მამაკაცების გათვითცნობიერება და მათი გენდერული მგრძნობელობის ამაღლება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით, ჩვენ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი პროექტის კარს არ ვკეტავთ მამაკაცებისთვის, თუ კი მათ პროექტში ჩართვის და მონაწილეობის სურვილი აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძირითად სამიზნეს ქალები წარმოადგენენ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მამაკაცების დაინტერესება და ჩართულობა. მოხარული ვარ, რომ ეხლა გქონდა ტრენინგები ცოტა ხნის წინ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სათემო მუშაკებისთვის, სადაც ერთი მამაკაციც იყო ტრენინგის მონაწილეებს შორის, სათემო მუშაკი ლაგოდეხის რაიონიდან, რომელიც მინდა ვთქვა, რომ არანაკლებ კარგად ერკვევა ამ საკითხებში და არანაკლებ დაინტერესებულია ქალების პრობლემების გადაჭრით, ვიდრე თვითონ ქალები. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წეღან რაც იკითხეთ თქვენ ნინო, თუ არიან, თუ ვართ ჩვენ მზად, ხო, ცვლილებებისთვის. მე მეჩვენება, რომ ქალები მზად არიან ცვლილებებისთვის. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ქალები, არაჩვეულებრივი საქართველოს ყველა რეგიონში. პრობლემა თავიანთი თუ სტერეოტიპებში თუ ტრადიციაში უფრო დიდი პრობლემაა. იმიტომ რომ ეს ქალები თავიანთი გამოცდილებით, განათლებით, ხო, ამაშია გადანაწილებაში. ეს ქალები თავიანთი განათლებით, გამოცდილებით და მოტივაციით ნამდვილად არ ჩამორჩებიან იმ მამაკაცებს, ვის გვერდითაც მათ უწევთ ცხოვრება და საქმიანობა, თუმცა მაინც ნაკლებად არიან ყველა სფეროში წარმოდგენილი. რაღაცა ნუ გავიგებთ ისე, რომ თითქოს მარტო პოლიტიკაშია ეს პრობლემა, კულტურაშიც იგივე პრობლემაა და ბევრ სხვა სფეროში არის იგივე პრობლემა. მაშინ როცა ქალები არიან მზად ცვლილებებისთვის, თუმცა ისტორიაში ძალიან ხშირად ქალები გამხდარან ზუსტად ცვლილებების წამომწყები და მამოძრავებელი ძალა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად აი ეს არაჩვეულებრივი ქალები, ვისაც მე ყოველ დღე ვხვდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, გახდებიან ზუსტად აი ესეთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. და რა თქმა უნდა, სტერეოტიპებთან ბრძოლა მარტო ქალების საქმე არ არის. მამაკაცები თავიანთ თავში პირველ რიგში უნდა ებრძოლონ ამ სტერეოტიპებს და ჩვენი ვალი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ დავეხმაროთ მათ სტერეოტიპების დაძლევაში და ავუხსნათ. იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემაა, ინფორმირებულობის პრობლემა, განათლების პრობლემაც ძალიან სერიოზულად გვიდგას სამწუხაროდ და თუ კი არასოდეს არავინ ადამიანებს არ ეტყვის, რომ აი ეს არ არის სწორი, როცა შენ ქალს ჩაგრავ და შენ ცოლს სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევ, შეიძლება ეს კაცი საერთოდ ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არასწორია. ამიტომ
აუცილებლად ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებითაც მამაკაცებთანაც და მე ვისურვებდი რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები დაგხმარებოდნენ ამაში და მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი. არის საკმარისი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება? არა. რა თქმა უნდა, კომპლექსური მიდგომა აქვს საჭიროდ. აი საინფორმაციო სტერეოტიპებზე რო საუბრობ სალომე, ხო? ანუ მედიას შეუძლია როგორც პოზიტიური, ისევე უარყოფითი როლი ითამაშოს და ამიტომ აი გუშინაც usmenდი რა, ანუ სუსტი სქესი, ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რომელიც სისტემატურად ჩემი კოლეგები იყენებენ, დიახ, ხო, ეს არის და ეხლა კიდე ახალი ტენდენცია ძლიერი სქესი, ანუ სუსტ სქესს კი ხშირად ხმარობთ და ეხლა ჯანდაცვის რეკლამებში გუშინ სოციალურ კლიპს usmenდი რაღაც მამაკაცების დახმარების სამედიცინო, სადაც ძლიერი სქესი არის საუბარი. მაშინ, როდესაც ახლა თქვენ რეგიონში, ხო, ანუ ბევრი ოჯახი რეალურად განსაკუთრებით აქ ომის დროს სწორედ და სწორედ ქალებმა აიღეს თავზე და ანუ ვერანაირად ვერ ვიტყვით ხო ამ ქალებზე სუსტის სქესი, თუნდაც ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები გავიხსენოთ ახლა რომელია სუსტის სქესი, მარიკა მღებრიშვილი, ბილიკი, ლია ჩლაჩიძე, მეგი თუ სხვა ხო ანუ რამდენი სასაცილოც კია, როცა ესეთ ადამიანებზე ტერმინს იყენებთ. მე არ ვაკრინებ მამაკაცებს, ეს არის სწორი მიდგომა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ხშირ შემთხვევაში ქალები, როდესაც გამოსულები არიან რომ რაღაცა არჩინონ ოჯახები, მამაკაცები განსაკუთრებით ომის დროს მართლა იგივე სტერეოტიპებს ვერ გაუძლეს და დეპრესიაში ჩავარდნენ, დაიწყეს სმა და ლოთობა და რა სტერეოტიპი იყო ეს ზუსტად, რომ მამაკაცმა უნდა შეინახოს ოჯახი. და როდესაც მამაკაცმა ეს ფუნქცია დაკარგა, იმიტომ რომ ვერ შეძლო გარკვეული პირობების გამო, ხო, ის ვარდება დეპრესიაში, ამიტომ არის უფრო მეტი თვითმკვლელობა მამაკაცებში სტატისტიკურად ვიდრე ქალებში და ასე შემდეგ. ესეც მამაკაცის სტერეოტიპის მსხვერპლია. ამიტომ აი ძალიან დიდი როლი აქვს, ასე ვთქვათ, მედიას პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს უბრალოდ და რაც შეიძლება ნაკლებად გააუცეროს ეს უარყოფითი სტერეოტიპები. მედიას და საგანმანათლებლო დაწესებულებას კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომლებიც საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული, მათ აქვთ ძალიან დიდი ფუნქცია კი არა, მისია აქვთ იმის, რომ რაღაცები სწორად მიაწოდონ სულ პატარა ასაკიდანვე ადამიანებს, იმიტომ რომ თუ ესე არ მოხდა, ძალიან ცუდ შედეგს ვიმკით, ფაქტია, აი ეს მკვლელობები ყოფილი კომპლექსური პრობლემების შედეგია და მიზეზი აქვს თავისი ყველა. რას ეტყოდით მაყურებელს, იგივე კაცებს, რომლებიც ახლა უყურებენ ჩვენს გადაცემას და თუნდაც სტერეოტიპების მიხედვით აზროვნებენ და მათთვის მთავარი ეს ტრადიციებია და ამ ტრადიციებზე გაყოლა. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ რეალურად მამაკაცი უნდა დაუდგეს გვერდში, კაცი უნდა დაუდგეს გვერდში ქალს და ქალი კაცს, ყველგან. და როდესაც ეს ბუნებრივად მოხდება, ეს ნიშნავს, ჩემთვის ეს ნიშნავს ჯანსაღ ოჯახს, მაგალითად თუ ოჯახზე გვაქვს ხო საუბარი. იმიტომ რომ თუ რეალურად და გულით აკეთებს ორივე სქესის წარმომადგენელი ამას, იქნება ჰარმონიული ოჯახი. ამიტომ აქ არა გვაქვს ჩვენ საუბარი მაინც და მაინც გენდერზე, როცა საუბრობთ ფუნქციების განაწილებას სამზარეულოში, თუმცა ამ სამზარეულობაშიც ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. შეიძლება აქედან იწყება. ხო, არ უნდა იყოს ეს დამაქცეველი, რომ ფარდები უნდა დავხუროთ, როდესაც მამაკაცი ხშირად ჩვენ გაგვიგია ხოლმე ესეთი მომენტი, რომ თუ სახში არის ვინმე ცოლქმრის გარდა, ხო, კაცი ცოლს არ ეხმარება, იმიტომ რომ ის ერიდება, ის რა ქვია, საზოგადოებრივ აზრს, ხო, მაგრამ თუ არავინ არის, ის კიდევს კარტოფილსაც ქმნის და უშუალოდ სარეცხის მანქანაში შარვალსაც შეაკეთებს და გაკიდებს კიდევაც იმსა, თუ ეს საჭირო არის. ამიტომ პირველ რიგში ხო აი ამ სტერეოტიპებისგან უნდა განთავისუფლდეს და აი ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მაგალითად რომ აი ეს მხარდაჭერა რომელსაც ის მართლა უნდა რომ ქალს გაუწიოს ხო ის ბუნებრივად აქციოს და ასე ვთქვათ არ შეცვლას როცა ოჯახშია საუბარი და როდესაც ახალგაზრდებზე არის საუბარი ახალგაზრდა ბიჭებზე ვფიქრობ აქაც ეს ყველაფერი ბუნებრივობაში უნდა გადავიდეს და არა რაღაცა იმაში რომ გენდერი რაღაცა შემოგდებულია და ხელოვნურია და ასე შემდეგ. თუ არ გადაიქცა ეს ბუნებრივ პროცესად, რასაკვირველია ძალიან რთული იქნება. ამიტომ მე ვეტყოდი მამაკაცებს, რომ ეს თანასწორობა პირველ რიგში მათ სჭირდებათ, რომ ისინი იყვნენ კარგად.
სალომე, რამდენად არის თუნდაც ახალ თაობაში, გულისხმობ მამაკაცებს, ეს თაობიდან თაობას გადაეცემათ ტრადიციები და სტერეოტიპები, თუ ხდებით მამაკაცებს ახალ თაობას გულისხმობ, რომლებიც გაცილებით, თქვათ, სხვაგვარად აზროვნებენ, იგივე მამებთან და პაპებთან შედარებით. კი, მე ვთვლი, რომ პროგრესი ნამდვილად არის თვალშესაცემი, იმიტომ რომ აი ჩემს თაობასა და ცოტა უმცროს თაობას შორისაც კი უკვე თვალშესაცემია, რაღაც ჩემზე დავუშვათ 5-6 წლით უმცროსები უკვე კიდევ უფრო სხვანაირად აზროვნებენ. აღარაფერს ვამბობ, დავუშვათ ჩემს თაობასა და ჩვენი მშობლების თაობას შორის განსხვავება ნამდვილად დიდია. თუმცა ასევე მინდა აღნიშნო, რომ დიდ ქალაქებში, სადაც ინფორმაციაზე უკეთესად მიუწვდებათ ხელი ადამიანებს, საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობა მეტი აქვთ და ასე შემდეგ, უფრო სწრაფად მიდის ეს პროცესი წინ. ჯერ კიდევ არის საქართველოში ძალიან ბევრი რაიონი, ბევრი სოფელი, სადაც მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ თვალსაზრისით, თუმცა ძვრები იქაც შეინიშნება, რა თქმა უნდა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობა, რომელსაც უკვე შეცვლილი მენტალიტეტი აქვს, შვილებს კიდევ უფრო სხვაგვარად აღზრდის და შესაბამისად ჩვენი თაობის შვილებს უკვე აღარ მოუწევთ ბევრი რაიმესთვის ბრძოლა, რაც უკვე არის ჩვენი თაობის მონაპოვარი. გასაგებია. და ქალბატონი ელენე, მაინტერესებს საკანონმდებლო სისტემაზე მინდა გკითხოთ. აქ რამდენად ირღვევა ან დაცულია ქალთა უფლებები? კანონმდებლობაში? ნუ ჩვენ გვაქვს სპეციალური კანონმდებლობა ქალთა უფლებების კუთხით და ეს რამდენიმე დოკუმენტი შეიძლება იყოს ჩამოთვლილი, ეს არის გენდერული თანასწორობის კანონი, ასევე დისკრიმინაციის კანონი პრინციპში დაემატა ამ ყველაფერს, ოჯახში ძალადობის კანონი გვაქვს, ასევე თავის სამოქმედო გეგმებით არის გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუცია, სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღებული და შესაბამისად ვალდებულება აქვს აღებული სახელმწიფო. რაც ყველაზე მთავარია, სიდო კონვენცია არის რატიფიცირებული, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვის კონვენცია, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო ზევით დგას ვიდრე კანონმდებლობა და შეუძლიათ მოსამართლეებს და პროკურორებს ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება სამწუხაროდ ეს პრაქტიკა არ არის და ეს არის მინუსი და ასე ვთქვათ, ალბათ ნაკლებობა ინფორმაციის და ცოდნის. რაც შეეხება არსებულ კანონმდებლობას, ის შეიძლება ითქვას, რომ არის ნეიტრალური, მაგრამ გარკვეული ტიპის კანონმდებლობებში, ანუ კანონებში, რომელიც არის მიღებული, ჩვენ ვთვლით, რომ არის ცვლილებების შესატანი. ჩვენ მუშაობთ და არის გარკვეული წინსვლა, იგივე ასე ვთქვათ, გვიხარია, რომ შრომის კოდექსში არის ასე ვთქვათ, გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს შეიძლება დავაკონკრეტოთ ეს ცვლილებები. ხო, ხარ ცოტა მეშინი არ შემეშალო ზუსტად ციფრების დღეების რაოდენობა, მაგრამ მაგალითად დეკრეტული შვებულების დღეები გაიზარდა და ანაზღაურება, ხო? მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაც მართალია ჩვენ ინიცირებას ვაკეთებდით და ბევრი რაღაც, ასე ვთქვათ, კიდე სხვა გქონდა ამ კანონმდებლობაში, მაგრამ აქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გენდერულად გრძნობიარეთ უნდა მიუდგეთ, არა მარტო დაუშვათ გაზრდაზე, არამედ მაგალითად ჩვენ ვლობირებდით შვედურ მაგალითს, როდესაც კანონმდებლობაში, როდესაც სავალდებულო ხდება დეკრეტული შვებულების აღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც დედისთვის, ისე მამისთვის. ხო, ეს არის ასე. მაგრამ ხშირად დედები უფრო სარგებლობენ სადაც. იქ არის სავალდებულო ზუსტად აი შვედეთში და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ მამას და დედას უწევს ბავშვთან სავალდებულოდ ყოფნა, ესე იგი ეს რაღაც ოჯახის ჰარმონიას უწყობს ხელს. ჩვენ შემთხვევაში არის ძალიან ცოტა მაგალითი და ჩვენი კანონმდებლობით ერთ-ერთმა მშობელმა შეუძლია მზრუნვა აიღოს დეკრეტული შვებულება და ძალიან ცოტა დიდზე ჩამოსათვლილი მაგალითები 2-3, როდესაც კაცმა აიღო დეკრეტული შვებულება, თუმცა როდესაც დისკუსიები ჰქონდა, ძალიან საინტერესო მიდგომა ჰქონდათ კაცებს. თუ აწევთ ამას დაზღაურებას და მეც გადაგვიხდით, რატო არ ავიღებ, ხო? ანუ ხო ხდებით ყველაფერი მიდის ეკონომიურ საკითხებამდე. იმიტომ არის ზუსტად რატომ არის ასე ვთქვათ, დასაქმებული ქალები, პედაგოგები უფრო მეტი ვიდრე მამაკაცები, იმიტომ რომ ხელფასი და ანაზღაურება არის დაბალი. ხო, აქაც ეს დეკრეტული შვებულება ურჩევნია რომ აიღოს ქალმა, იმიტომ რომ ეკონომიურად დიდი სარგებელი არ აქვს ოჯახს. თუმცა ეხლა როდესაც თანამედროვე ოჯახები გვაქვს და აქ უკვე ზუსტად ალბათ ის მაგალითია, როდესაც კაცმა აიღო დეკრეტული, როდესაც ხედავს, რომ
მაგალითად შეიძლება ანაზღაურება ხელფასი კონდეს ცოლს მეტი ვიდრე ქმარს და აქ არის სუფთა ოჯახის ინტერესები, ხო, რასაკვირველია, უფრო ურჩევნია ოჯახს, რომ აიღოს დეკრეტული შობულება იმ ადამიანმა, ვისაც აქვს ნაკლები ანაზღაურება, იმიტომ რომ მეორე მშობელს უფრო მეტი შემოაქვს ოჯახში და ეს არის ოჯახის გადასაწყვეტი. ამიტომ კანონმდებლობაში არის ძალიან ბევრი საკითხი სამუშაო, მათ შორის არის მაგალითად იგივე დისკრიმინაციის კანონი და გენდერული თანასწორობის კანონის ჰარმონიზაცია, ანუ დახვეწა ამ კანონმდებლობაში არსებულის დახვეწა და შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს კონსტიტუცია და გახდეს გენდერულად გრძნობიარე, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო თუ ასე მიუდგებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ კონსტიტუციას, იმიტომ რომ წინა კონსტიტუცია ჩვენი უფრო მეტად იცავდა, მაგრამ პირდაპირ იყო ჩაწერილი ქალთა შრომით უფლებებს და შესაძლებელია ამაზე დავიწყოთ საუბარი ძალიან ახლო მომავალში. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მე მინდა ორივე შეგეკითხოთ, ერთი ამ გადაცემაში ბოლო კითხვა. როგორ ფიქრობთ, რა შეეცვალა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საზოგადოების ცხოვრებაში, იმ ბენეფიციარების ცხოვრებაში, ვისთანაც თქვენ მუშაობთ და ასევე გაგვიფრთხილეთ თქვენი სამომავლო გეგმები. გისმენთ, ქალბატონი? რა შეცვალა ჩვენს ბენეფიციარებს, იცით რა არის, ჩემთვის მოულოდნელი სიხარული, როდესაც უცებ აღარც მახსოვს ეს ბენეფიციარი, იმიტომ რომ იმდენ ადამიანთან გვაქვს ხშირად ურთიერთობა, რომ შეიძლება ყველა იმ მომენტში არ მახსოვდეს, მაგრამ როდესაც მოულოდნელად გიკავშირდება ადამიანი და გეუბნება, რომ აი მე ის ვარ, რომელიც აი ამა და ამ შეხვედრას დავესწარე და მე აი ამდენ რაღაცას მივაღწიე, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება, აი მოულოდნელად როცა ვგებულობ და აი არ ველოდები კონკრეტულ ადამიანებისგან რაღაცა შედეგებს. თუმცა რა შეცვალა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა? რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეცვალა, იმიტომ რომ თითქმის ყველა კანონმდებლობა იქნება თუ ინსტიტუციური რაღაც მდგრადი მექანიზმები, რაც ქვეყანაში არის შექმნილი, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა ამ პროცესებში, აგრძელებს მუშაობას და ასევე ის, რომ ჩვენი ესეთი ვირტუალური ქსელი გვაქვს საქართველოს რეგიონებში, რომელიც არ არის შეიძლება ინსტიტუციონალურად არ ქვია მას რაღაცა სახელი, გენდერის ქსელი ან რაღაცა ქსელი ან კოალიცია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც გვიცნობენ საქმით და გვენდობიან, აი ნდობა არის ჩვენი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, წარმატება, ჩემი ასეთ, რომ ნდობის გარეშე თუ საზოგადოება ადამიანი შენ არ გენდობა ცხოვრებაში ძეგრია და საქმეში ჩვენ ვერაფერს ვერ შეცვლი და ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამიტომ ჩემთვის ეს არის ორგანიზაციის ნდობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციასაც ასე ვთქვათ აქვს და კონკრეტულად ცვლილება, ანუ ბევრ ადამიანს ჩვენი პროექტებიდან ხედავ უკვე უშუალოდ პოლიტიკაში, როდესაც მან დაიწყო როგორც სათემო მუშაკმა საერთოდ და არაფერს იყო ჩაკეტილი იმ სამზარეულოში და ნუ არ ვიცი ამაზე მეტი კარგია რომ ბევრ ორგანიზაციას ესეთ შედეგი გქონდეს და ეს ერთობლივად ხდება ალბათ. მოდი სალომეს აზრიც მოვისმინოთ და შემდეგ უკვე სამომავლო გეგმები გავაკეთოთ. მე ცოტა მე სიმართლე ვეკითხოთ, არ მიყვარს ციფრებით რაღაცების დაანგარიშება, როცა ადამიანებზე ვლაპარაკობთ და მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მე ვგრძნობ ამას, რომ მთელი ჩვენი გუნდის მიდგომა ესეთია, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ გვაქვს საკმაოდ ინდივიდუალური მიდგომა და არ ვანგარიშობთ შედეგებს მხოლოდ სტატისტიკის მიხედვით. რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეგვეცვალა იმ ადამიანების აზროვნება და ასე ვთქვათ, სამოქმედო არეალიც კი ვინც ჩვენს პროექტებში იყო და არის ჩართული. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ქალს, ვისაც არასოდეს არ ჰქონდა შეხება მანამდე კამერასთან, ვასწავლეთ მედიასთან ურთიერთობა. ძალიან ბევრ ქალს, ვისაც არასოდეს მისცემია საშუალება, რომ საჯაროდ გამოსულიყო სიტყვით, მივეცით ამის შესაძლებლობა. და რა ვიცი, ამაზე დიდი შედეგი ჩემთვის არაფერი არ არის, როცა მე თვითონ ესე წლიდან წლამდე ვხედავ ძალიან კარგად როგორები იყვნენ ეს ადამიანები შარშან და როგორები არიან წელს. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შედეგი და რა ვიცი, თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენი საქმიანობა. ბედნიერი სახეები დავინახოთ ამ ქალებში. და რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოს მომავალში რას გეგმავს ქალთა საინფორმაციო ცენტრი? რა პროექტების განხორციელებას, იგივე რა ღონისძიებების გატარებას? მე მინდა ვთქვა, რომ მედია მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გეგმავს ძალიან საინტერესო. რომელსაც ნამდვილად არ გამოგაპარებთ
არჩევნების პერიოდში გავაკეთეთ ეს მედია მონიტორინგი არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, რამდენად ცნობიარე იყო მედია გენდერულად საარჩევნო პროცესის გაშუქების დროს და აუცილებლად მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს შედეგები არა მარტო ჩვენთვის და პირველ რიგში ალბათ იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესში და აუცილებლად გაგაცნობთ ამ მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში. რა შეეხება პროექტებს გალოტონი? ხო, ეხლა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმები მაქვს და აი რა გეგმები გვაქვს და რა დროში გვეკითხებით, აი მარტო ეხლა მომავალ წლისთვის მაგალითად. ერთ თვეს ავიღებთ. ანუ აი ეს თვე კარგი ავიღოთ დეკემბრამდე, გვაქვს ძალიან დატვირთული ვიმუშავებთ ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწისთვის კანონმდებლობაში, ასევე ვიმუშავებთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის კვოტირების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს უკვე ასე ვთქვათ, მიმდინარეობს მუშაობა და აი სადღაც 15 რიცხვისთვის გვექნება საბოლოო დოკუმენტი ჩვენი წინადადებებით, მედია მონიტორინგი ახსენა სალომემ. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების ჩატარებას სხვადასხვა რეგიონებში. ვაგრძელებთ მუშაობას, განსაკუთრებული აქცენტი გვექნება სამინისტროებთან თანამშრომლობის და ტრენინგების სამინისტროების, მათ შორის პრიორიტეტი გვაქვს ახლა რეინტეგრაციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და აქცენტი გვექნება IPRM-ზე, ანუ ინციდენტების და პრევენციის რეაგირების მექანიზმზე ერთგენეთში, რომელიც ტარდება და აი ამ თვალსაზრისით რავალდებულება აქვთ 13-25-ის ფარგლებში. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ტრენინგს გვაქვს ასევე დაგეგმილი და ვაკეთებთ გენდერულ ბიუჯეტზე ტრენინგს გაეროსთან თანამშრომლობით და რა ვიცი ცნობიერების ამაღლებას და განარჩენი ალბათ ასე ვთქვათ მე გაიგებ. ისე მიმდინარე პროექტები რაც გვაქვს მაინც შევეცდები რომ დავასახელო, ეს არის კვინატილკვინას პროექტი, რომელთაც საინფორმაციო უზრუნველყოფა და პანკისის ხეობაში ახმეტის რაიონში მუშაობა არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ასევე ევროკავშირის პროექტი აკეთებს აქცენტს პანკისის ხეობაზე და აქ უშუალოდ ვეხმარებით ქალებს ძალიან რთულია მოგეხსენებათ მუშაობა ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით და ფაქტების გამოვლინება, იურიდიული დახმარება და შესაძლებლობების გაძლიერება სერვისის მიმწოდებლების ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობთ. გვაქვს მიმდინარე პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით UN Women-თან და ფონდ ASOS-თან ერთად, ეს ეხება დევნილებს და კონფლიქტით დაზარალებულებს. აქ არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენთვის ადვოკატირება ერთი ფანჯრის პრინციპი და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულება. ასევე გვაქვს მიმდინარე პროექტი, რაც ისეთი ხანია დავიწყეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო არის USAID-ის მხარდაჭერით. აქ გვყავს ძალიან საინტერესო პარტნიორი ორგანიზაციები, ფონდი TASO, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, ეკონომისტთა ასოციაცია და გალის ადგილობრივი ორგანიზაცია, ანუ იგივეს, რასაც ვაკეთებთ საქართველოში, ზუსტად იგივე ხორციელდება გალში, ჩვენი პარტნიორის მეშვეობით, ამიტომ ძალიან ღირებულია ეს პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში მუშაობთ ქალთა ეკონომიურ და პოლიტიკურ გაძლიერებაზე, მათ შორის მცირე გრანტების გაცემაც იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ჩვენი პროექტის ფარგლებში. ცოტა მიჭირს არ მინდა რომ დონორი დამავიწყდეს ვინმე, რომ არ ეწყინოთ და ისედაც ხოლმე ოქსვამის პროექტით ვიმუშავებთ ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაზე და ასევე ვაგრძელებთ მიუხედავად შეზღუდული რესურსების კოალიციასთან თანამშრომლობას. ეხლა დავიწყეთ ახალი კვლევა ასის განვითარების ბანკთან ერთად, რომელიც ასე ვთქვათ ალბათ ინოვაციური იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ გულისხმობს სექსუალურ ჰარასმენტს ტრანსპორტში შევიწროვებას და ჩართული ყავს, მათ შორის აი კვლევით საქმიანობაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ველო პერიოდში და ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩართული ყავს ახალგაზრდები, ახალგაზრდა ასე ვთქვათ კვლევარები ამ ჩვენს საქმიანობაში. ეს არის მოკლედ რაც შეგვეცოლა. მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაყურებელს მე შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება ერთი კვირით გემშვიდობებად. მადლობთ რომ გიყურეთ.